ვარ ნია აბაშიძე 10 წლის. ვსწავლობ ჭანელის საჯარო სკოლაში. მე უკვე მეორეჯერ ვეწერებით ჩეულ თაობაში და მას მერე ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამე შეიცვალა. მაგალითად გავხდი უფრო ჭკვიანი და უფრო ლამაზი. რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო დიდ დროს ვატარებ ბუნებაში. ძალიან მიყვარს ცხოველები და სახლში მყავს საყვარელი ძაღლი. კატას მყავდა, მაგრამ სამწუხაროდ მომიკვდა. გარეული ცხოველებიდან სახლში მინდა მყავდეს დათვი. ბევრი ფული რომ მქონდეს, ჭანალში აუცილებლად გავხსნიდი ზოოპარკს. კიდევ ბევრი ფულით აუცილებლად დავეხმარებოდი გაჭირვებულებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი უსახკარო ძაღლებს და უსახკარო ადამიანებს. პირადად ჩემთვის ვიყიდდი კუნძულს და ავაშენებდი პრინცესას სასახლეს. ვარ პრინცესა გაგოდი ძალიანაც მომიხდებოდა სასახლის ცხოვრება. ახლა რომ მთელი სოფლიოს ბავშვები მეყურებდნენ, მე ვეტყოდი რომ თავის დასახულ მიზნები აუცილებლად ასრულებოდეთ. ასევე უყვარდეთ ქვეყანა, ისწავლონ კარგად და მიაღწიონ თავის მიზანს. და რაც მთავარია, დაუჯერო მშობლებს. მშობლებს ვურჩევდი, რომ თავის ბავშვებს ყოველთვის უნდა შეუწყონ ხელი. დაუჯერო ბავშვებს და აუცილებლად ყველა სურვილი. ჩემი ოცნებაა, რომ გავხდე სოფლიოში ყველაზე კარგი ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესი იქნება სათამაშოების წარმოება და გაკეთება. სხვათა შორის სახლში მაქვს ჩემი ბავშვების სათამაშოები და თოჯინები. ჩემს საყვარელ თოჯინას ქვია ნუცა. საყვარელი თამაშია ფეხბურთი. ფეხბურთს უბანში ხშირად თამაშობ მეგობრებთან ერთად. მიყვარს შეტევაში თამაში და გოლების გატანა. ერთხელ გავიტანე ძალიან ლამაზი გოლი. ყველა მოვატყუე ჩემი წინააღმდეგები და ძალიან შორიდან გავიტანე გოლი. მე კარი გადახტა, მაგრამ ისე კარგად დავარტყი, რომ ვერ დაიჭირა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხუჩა კვარაცხელია. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. რომ შეიძლებოდეს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. სახლში მაქვს 2 ფორმა, როლანდოსი და ხუჩა კვარაცხელიას. მე მინდა მქონდეს წითელი ფორმა, უკანა წერო 7-იანი და აბაშიძე. ჩემი სკოლა ისევე ძალიან მიყვარს, როგორც მიყვარდა შარშან. ცუდი ისაა, რომ მე-5 კლასში გადავედი და ჩემი ძველი მასწავლებელი აღარ მეყოლება. არ მინდა ვიფიქრო, მაგრამ რამდენჯერაც გამახსენდება, იმდენჯერაც ვნერვიულობ. მე რო ჩემი სკოლის დირექტორი ვიყო, წარჩინებული მოსწავლეების ფოტოებს გავაკრავდი კედელზე. კიდევ ბუფეტში დავამატებდი მაკდონალდსის მენიუს. ჩემი სკოლის დირექტორს ვიცნობ შორიდან და მინდა პირადად გავიცნო. პირველ ნახვაზე ვეტყოდი, რომ ძალიან ლამაზია და ჩემი კლასი ყველაზე საუკეთესოა. მე რო ერთი დღით იყო საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან მკაცი ვიქნებოდი. რას ვიზამდი და ბავშვებს რაც უყვარს, ყველაფერი იქნებოდა უფასო. მაგალითად, ცირკი, ზოოპარკი, მაკდონალდსი და ასე შემდეგ. ჩემ საყვარელ საქმიანობაში არაფერი არ შეცვლა, ისევ მიყვარს ხატვა, ცეკვა და მუსიკა. რა შეიცვალა და მინდა შევიდე მუსიკალურ სკოლაში და ვისწავლო პიანინოზე დაკვრა. კიდევ აუცილებლად მინდა ტანვარჯიშზე შესვლა, რადგან ეს არის ბავშვობის ოცნება. ჩემი აზრით, ბავშვობა მთავრდება 5 წლის ასაკში. მე მქონდა ძალიან კარგი და ბედნიერი ბავშვობა. ეს არის ჩემი მშობლების დამსახურება. შარშანს მერე ის შეიცვალა, რომ შემეძინა მესამე დაიკო. ახლა ვართ 4 ერთმანეთზე ლამაზი დები აბაშიძეები. დაიკო ახლა არის 2 თვის და დავარკვით ნიკოლი. ის არის ძალიან მშვიდი, საყვარელი და ლამაზი. ჩემი აზრით, ნიკოლი რომ გაიზრდება, გამოვა სტილისტი. ძალიან მიხარია, რომ მაქვს ჩეული თაობის სიგნი. მე მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთი ლამაზი გოგოს თავგადასავალზე. ეს ლამაზი გოგო რა თქმა უნდა ვიქნებოდი მე. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. უნდა იყოს თუ არა ადამიანი უკვდავი. ჩემი აზრით ადამიანი უნდა იყოს უკვდავი. ან მინიმუმ უნდა ცხოვრობდეს 200 წელი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს დროში მოგზაურობის სუპერძალა. ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 18 წელს რომ გავხდები, ვიყიდი წითელ BMW-ს. არ მომიკომაჩუქებს, ან ბიძია, იმიტომ სულ მტირდება. ბედნიერება არის მოულოდნელი სიხარული და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.